შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ, სიკეთის სხივის მსმენელო და მოგივიდა ეს კარტი შენს მამაკაცზე ფიქრის დროს, დაფიქრდი რატო გივარდება ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ ფულის კარტი არის ძალიან, როგორ ვთქვა, სხარტი ადამიანი, არ არის შტერი, როგორც ეს კარტში გულისხმება, ხო? მაგრამ ფულის კარტს მუდმივად ახასიათებს ცვლილებები, სულ სიახლეები უნდა დაიწყოს, სულ ცვლილებები უნდა დაიწყოს, სულ რაღაცა უნდა რომ გააკეთოს, სიახლე, ახალი რაიმე გააკეთოს ცხოვრებაში, ერთი და იგივე ადგილზე ვერ ჩერდება, ერთი და იგივე პარტნიორს ვერ აკმაყოფილდება. ამიტომ ძალიან გააუფრთხილდი შენს თავს, როდესაც აი ესეთ მამაკაცთან იჭერ კონტაქტს, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი სულ დღეს მაგალითად აქ არის, ხვალ შეიძლება იყოს თბილისში ზეგ, ამერიკაში მაგ ზეგ, ასე შემდეგ დღეს შეიძლება ქერაგოგო მოსწონდეს, ხვალ შეიძლება მოსწონდეს შავგვრემანი, ანუ ვერ ყალიბდება ადამიანი, არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ არის ძალიან მრავალმხრივი. ამიტომ შენ თვითონ დაფიქრდი ესეთ ადამიანთან როგორ იცხოვრებ. პირადი შეკითხვებისათვის გთხოვთ მომწერეთ პირადში და პირადი გაშლებისათვის. სიკეთის სხივი ყველასთან, ყველას ოჯახში.